გამარჯობა მეგობრებო. უბრუნდებით ჩვენ დაწყებულ თავს ეს არის მესამე ნაწილი. ანუ საუბრობთ ისევ ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ ინფორმაციის წყაროებზე და ამ შემთხვევაში ჩვენ ვისაუბრებთ საბირჟო ინდექსები, ფასიანი ქაღალდების კურსების საშუალო მაჩვენებლები, ანუ ყველაზე ცნობილი ინდექსები, ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული ინდექსები, ევროზონის ქვეყნებში არსებული წამყვანი ინდექსები და აზიაში არსებული ინდექსები. დავიწყოთ. საფონდო ინდექსი არის საფონდო ბირჟის წილის გაზომვის მეთოდი, რომელთაგანაც ბევრი დამოწმებულია ფინანსური მომსახურების ფირმების მიერ და გამოიყენება როგორც ბენჩმარკები, ანუ საზომები, რათა განისაზღვროს ისეთი პორტფოლიოების პერფორმანსი, როგორც არის ურთიერთსაპაიო ფონდი. გარდა ამისა, ინდექსი ასევე შეიძლება განიხილებოდეს როგორც ინსტრუმენტი, რომელიც წარმოიქმნება და გამომდინარეობს სხვა მაჩვენებლებისაგან. ის შეიძლება ასახავდეს ბაზრის კომპონენტების კაპიტალიზაციას, ან უბრალოდ უჩვენებდეს ფასების ცვლილებას მასში შემავალ ძირითად კომპონენტების. განვითარებულ ქვეყნებში საფონდო ინდექსებს ენიჭება უდიდესი მნიშვნელობა. ისინი ფაქტიურად წარმოადგენენ ეკონომიკის ინდიკატორებს და განსაზღვრავენ ეკონომიკის მიმდინარე მდგომარეობას. ინდექსის კლასიფიკაცია მრავალი გზით შეიძლება, თუმცა უფრო ხშირად ინდექსები იყოფა გლობალურ და ეროვნულ დონეზე. გლობალურობის მაგალითია MSCI, რომელიც აერთიანებს 1600-ზე მეტ მსოფლიოს დონის სააქციო ფირმას და პირველად გამოთვალეს 1979 წელს. ეროვნული ინდექსის დონეზე შეიძლება განვიხილოთ ამერიკული ინდექსები, S&P 500 და Dow Jones-ის ინდექსი. როგორც ცნობილია, მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე ნებისმიერი მოვლენათა ფაქტი უმალვე გავლენას ახდენს ქვეყნის საფონდო ინდექსის დასათუკლების ტენდენციებზე. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებზე ინფორმაციას გვაწვდიან ისეთი ინდექსები, რომლებიც ზემოთ უკვე აღნიშნეთ. მოცემულ ინდექსებზე დაკვირვებით შესაძლებელია განისაზღვროს თუ საით ხდება რესურსების გადაადგილება. ყველაზე ცნობილი ინდექსები ესენი არის BBC Global 30, ანუ მსოფლიოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის ინდექსი, რომელიც მოიცავს მსოფლიოს 30 ყველაზე დიდ კომპანიას, მათი აქციების საბაზრო ღირებულების მიხედვით ევროპაში, აზიასა და ამერიკაში, S&P Global 1200, გლობალური საფონდო ინდექსი, რომელიც მოიცავს იმ 31 ქვეყანას, რომლებიც შეადგენენ მსოფლიო ბაზრის კაპიტალიზაციის 70%-ს. ამერიკის შეერთებული შტატები ინდექსი არის S&P, გამოითვლება 500-იან 100 კორპორაციის აქციათა კურსის მიხედვით. Standard & Poor's 500 წარმოადგენს 400 სამრეწველო, 20 სატრანსპორტო, 40 ფინანსური და 40 კომუნალური კორპორაციის აქციათა კურსების საშუალო შეწონილს. ანუ S&P-ის ზოგადად რისგან შედგებოდა, ამაზე ვისაუბრეთ, მაგრამ თურმე ხო, ეს S&P-ის გამოთვლის მეთოდი არის ეგეთი, რომ ანუ 500 საწარმო, 400 საწარმო, 20 სატრანსპორტო, ის სარგენეგზო იქნება თუ რა იქნება, 40 ფინანსური, 40 კომუნალური კორპორაციის აქციების კურსების საშუალო შეწონილი. კი ბატონო. Dow Jones-ის ინდუსტრიული ინდექსი. შექმნა ჟურნალ Wall Street-ის რედაქტორმა და კომპანია Dow Jones-ის თანადამფუძნებელად Charles Dow 1896 წელს. აღნიშნული ინდექსი მოიცავს ამერიკის შეერთებული შტატების ძირითად 30 კომპანიას, მათ შორის Walt Disney, Johnson & Johnson, Walmart, Microsoft, McDonald's და სხვა. ბოლო დრომდე აშშ-ის საფონდო ბაზარი მსოფლიოში უმსხვილესი იყო, მაგრამ ბოლო წლებში შეინიშნა სხვა ქვეყნების საფონდო ბაზრების სწრაფი განვითარება, რამაც განაპირობა ის, რომ ახლა ამერიკელი ინვესტორები დაინტერესებულნი არიან არა მარტო Dow Jones-ის ინდექსით, არამედ სხვა ინდექსებითაც. NASDAQ-ის ინდექსი, ანუ National Association of Securities Dealers Automated Quotations. ფასიან ქაღალდთა დილერების ავტომატური კოტირების ეროვნული ასოციაცია. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების ელექტრონული სააქციო ბირჟა. დაფუძნდა ფასიან ქაღალდთა დილერების ეროვნული ასოციაციის NASDAQ-ის მიერ, რომელმაც იგი შემდგომში 2000-2001 წლებში გაყიდვათა სერიები გაასხვისა. ამჟამად იგი კორპორაცია NASDAQ-ის სააქციო ბაზრის მფლობელობაშია. NASDAQ-ი უდიდესი ელექტრონული კომპიუტერული ფასიან ქაღალდთა ბაზარია ამერიკის შეერთებულ შტატებში. დაახლოებით 3300 კომპანიით მის სიაში საშუალოდ უფრო მეტი კომპანია და უფრო მეტ აქციათა გაყიდვის ოპერაცია ტარდება ყოველდღიურად, ვიდრე ნებისმიერი სხვა ამერიკულ აქციათა ბაზარზე.
Nasdaq Composite ინდექსი არის აქციების კაპიტალიზაცია, შეწონილი მაჩვენებელი, კაპიტალიზაცია შეწონილი მაჩვენებელი Nasdaq-ს სამივე მაჩვენებელზე დაფუძნებით. Nasdaq-ის სამივე მაჩვენებელზე დაფუძნებით. მსოფლიო არჩევანის, მსოფლიო ბაზრისა და კაპიტალის მახასიათებლების. გადავედით ევროზონის ქვეყნებში არსებულ წამყვან ინდექსებზე. Eurostoxx 50 index, Eurostoxx 50 index. ეს არის ევროპის წამყვანი საფონდო ინდექსი, რომელშიც შედის ევროზონის ეგრეთ წოდებული ლურჯი ფიშკები. ინდექსი მოიცავს 50 კომპანიის აქციებს ევროზონის 12 ქვეყნიდან. ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის ლურჯი ფიშკები კორპორაციის აქცია, რომელსაც აქვს ნაციონალური რეპუტაცია ხარისხში, ნდობისა და იმის უნარში შეინარჩუნოს მომგებიანი პოზიციები კარგ და ცუდ დროსაც. ისინი ყველაზე მაღალი ლიკვიდური აქციებია. ამ აქციებით ვაჭრობის მოცულობა ყოველთვის დიდია და კრედიტების გაცემისას ბანკების დიდი სიამოვნებით ყიდულობენ. შემდეგი არის FTSE 100 Financial Times Stock Exchange 100 ინდექსი. ეს არის დიდი ბრიტანეთის ძირითადი საფონდო ინდექსი, რომელიც გამოითვლება საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით. მაქსიმალური საბაზრო კაპიტალიზაციის მქონე 100 ბრიტანული კომპანიის აქციათა კოტირებით. FTSE 100 წარმოადგენს 100 უმსხვილეს კომპანიის აქციებს, რომელიც ერთგვარად ბარომეტრია ბრიტანული ეკონომიკური მდგომარეობის. ის ერთ-ერთი წამყვანი ევროპული ინდექსია 1955 წლის სექტემბერში ბირჟის შენობას გერმანული რაკეტა დაეცა, რის შემდეგაც ბირჟა დროებით გადაიტანეს სარდაფში. უნგრეთი, ბუდაპეშტის საფონდო ბირჟა, ძირითადი ინდექსი BUX-ი არის Share Index of the BSE, ასახავს ბირჟაზე არსებულ კომპანიების აქციების მდგომარეობას. 1921-1922 წლებში დიდი დეპრესიის დროს მძიმე ეკონომიკურმა სიტუაციამ ბირჟის დახურვა გამოიწვია. მუშაობის განახლება 1958 წელს ქვეყანაში საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრებასთან ერთად გახდა შესაძლებელი. გერმანიაში ფრანკფურტის ბირჟა, ძირითადი ინდექსი DAX-ი, Deutscher Aktienindex. ასახავს 30 მსხვილი გერმანული კომპანიის აქციებს და წარმოადგენს გერმანული ეკონომიკის ბარომეტრს. საბერძნეთი, ათენის საფონდო ბირჟა, ძირითადი ინდექსი ATHEX Composite Share Price Index. ასახავს უდიდესი კაპიტალიზაციის მქონე 60 კომპანიის აქციათა მდგომარეობას. დანია, კოპენჰაგენის საფონდო ბირჟა, ძირითადი ინდექსი OMXC 20. OMX Copenhagen 20. ასახავს 20 აქტიურ სავაჭრო კომპანიის აქციების მდგომარეობას. ესპანეთის საფონდო ბირჟა, ძირითადი ინდექსი IGBM-ი, ეს არის მადრიდის ბირჟის მთავარი ინდექსი, ის ასახავს ბირჟაზე მსხვილი კომპანიის აქციებს, რომელთა ნუსხა ყოველ 6 თვეში ერთხელ გადაიხედება. 2004 წლის 11 მარტს მადრიდში განხორციელებული ტერაქტების შემდეგ ინდექსის 3 სავაჭრო დღის განმავლობაში 7.8% დაეცა. ამის შემდეგ იგი ისევ თავის ნიშნულს დაუბრუნდა. იტალიის საფონდო ბირჟა, ინდექსი არის S&P/MIB, ასახავს 40 უმსხვილეს კომპანიის აქციათა ღირებულებას, რომელთა ნუსხა გამუდმებით იცვლება. ასევე გვაქვს ლუქსემბურგის საფონდო ბირჟა, მისი ძირითადი ინდექსი არის Lux General Price Index, ასახავს ბირჟაზე მოვაჭრო 50 მსხვილი კომპანიის მდგომარეობას და შვეიცარიის ბირჟა. მისი ძირითადი ინდექსი არის SMI, Swiss Market Index და ასახავს ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებული 30 უმსხვილეს კომპანიის აქციების მდგომარეობას. შემდეგი არის აზიაში ახდება. The Nikkei 225, ეს არის საფონდო ინდექსი, რომელიც მოიცავს ტოკიოს საფონდო ბირჟის პირველ სექციაში გამოცულ ყველაზე რეიტინგულ 225 იაპონური კომპანიის აქციების საშუალო ფასებს. აღნიშნული ინდექსი პირველად შემოიღეს 1959 წლის 16 მაისს. Hang Seng-ი, ასევე არის საფონდო ინდექსი ჰონკონგის საფონდო ბირჟაზე, თავისუფალ მიმოქცევაში არსებული კომპანიების საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით, ინდექსის კომპონენტები დაყოფილია 4 სუბინდექსად. ესენია სამრეწველო და საფინანსო, კომუნალური და უძრავი ქონების. ინდექსი შემოღებული იქნა 1964 წელს. S&P/ASX 200 ინდექსი, რომელს 200 ყველაზე დიდ აქციის მდგომარეობას თავისუფალი მიმოქცევის საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით, აღნიშნული ინდექსი ფართოდ განიხილება როგორც ავსტრალიის საზომი ინდექსი, ანუ ეს მდგომარეობა არის ავსტრალიაში.
S&P/ASX 200. ეს იყო მეგობრებო, ანუ ქვეყნების მიხედვით განსხვავებულ ინდექსებზე ვისაუბრეთ, ყველა ცნობილ ინდექსებზე ვისაუბრეთ და ზოგადად საშუალო მაჩვენებლებზე ასიანი ქაღალდების საბირჟო ინდექსების. ხო, შევხვდებით უკვე ბოლო ნაწილში. მადლობა.